წარმოგიდგენთ ზღაპარს სათაგური. ზამთრის საღამო იყო. ესტატე ქალაქიდან ბრუნდებოდა. ცხენი თავს არ ზოგავდა და მოქროდა გაყინულ გზაზე. ესტატემ ცხენი სახლთან მიაყენა. სონა და კოლა ჟრიამულით გამოცივდნენ აივანზე. პაპა მოვიდა. ესტატემ შინ შესვლისთანავე გახურებულ ბუხარს მიაშურა. სათაგური ჩამოგვიტანა, სათაგური. თაგვებს უსრს გავავლებთ. უხარობებს ოჯახის წევრებს. ესტატეს ცოლმა ეფემიამ ცეცხლზე დიდი კაკლის ლებანი მოშუშა. დააგო მავთულზე და სათაგური განჯინაში შედგა. ვახშმის შემდეგ ბავშვებმა საჩუქრები ჩაიხუტეს და ჩხაკატა ბუხრის წინ არხეინად თვლემდა. სათაგვეთში ჩოჩქოლი ატყდა. თაგვების გუნდი განჯინისკენ დაიძრა. საიდანაც მადის უცრელი სუნი შემოდიოდა. აქ რაღაც ამბავია. ბიჭებო, ეს რა არის? გონი კაკლის ლებანი. თაგვების მეთაური ფიცხელა სათაგურში შევიდა და ლებანს მოავლო ხელი. გაისმა ხმაური და სათაგურის კარი დაიკეტა. თაგვები რიგში ჩაებნენ და სათაგურს სოროსკენ დაუწყეს გათრევა. დილით ყველა სათაგურის სანახავად გაემართა. ეფემიამ განჯინიდან სათაგური გამოიღო. შეშინებული თაგვები დაიხარდნენ, დარჩათ ხელში ფიცხელა. ეს თავი ალბათ რამით გამორჩეულია, რომ მეგობრები ასე ეხმარებოდნენ. ამიტომ მე მას ვათავისუფლებ. მედიდურად გამოაცხადა ესტატემ. სათაგვეთში დიდი ზეიმი გაიმართა. დაჰკრეს დოლსა და დაირას, უვლიდნენ ლეკურს და თან ღეროდნენ. ოდელია, დელია, წრუწულები მღერიან. ოდელია, დელია, ღერიან და მღერიან. ოდელია, დელია, ყველა ბედრიერია. ოჯახია ფიცხელა, აბადელი დელია. ოჯახია ფიცხელა, აბადელი დელია. ოჯახია ფიცხელა, აბადელი დელია. გაგალი ხოჩენია.